საღამო მშვიდობის პატივცემულო საზოგადოება. დღეს ორშაბათია, საღამოს 8 საათი, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ ბრძანდებით გადაცემის გახსოვს სტუმრები. და ვინაიდან ჩემთან ერთად ქალბატონ მარინა ლობჟანიძეს ხედავთ, ეს იმის მაუწყებელია, რომ გადაცემაში ძველ ამბებზე კი ვისაუბრებთ, მაგრამ არა სპორტის თემატიკაზე. დღეს ხელოვნების ერთ-ერთ დიდ წარმომადგენელზე გვექნება საუბარი. უფრო კონკრეტულად მე-20 საუკუნის ქართული მწერლობის ერთ-ერთ უგამორჩეულეს წარმომადგენელზე. პირადად ჩემთვის კი და დარწმუნებული ვარ, რომ ამაში ორიგინალური ნამდვილად არ ვარ, უსაყვარლეს და ალბათ ყველაზე უფრო თბილ, გულთბილ მწერალზე, რომლის ნებისმიერი აბზაცი თუ ფრაზა შეუძლებელია სხვისაში აგერიოს. დარწმუნებული ვარ, მივხვდით ალბათ უკვე ვიზეც გვექნება საუბარი და თუ ვერა გადაცემის როგორც ადრესატის, ასევე სტუმრის წარდგენას ქალბატონ მარინას დაურთო. ძალიან სასიამოვნო საღამო გელით, ბატონ კახას შესავალს დავუმატებდი იმას, რომ დღევანდელ ჩვენი გადაცემის გმირს სპორტიც უყვარდა. განსაკუთრებით ფეხბურთი, ესე რომ სპორტისგან მისი განცალკევება მაინც და მაინც სწორი არ იქნება და მე ძალიან ბედნიერი ვარ დღეს წარგიდგინოთ არაჩვეულებრივ ყველასთვის უსაყვარლესი, აი ჭეშმარიტად სახალხო მწერალი ბატონი ნოდარ დუმბაძე და მისი არაჩვეულებრივი ქალიშვილი ქალბატონი ქეთევან დუმბაძე, რომელიც დღეს ჩვენი სტუმარია. ბატონი ქეთი გახსოვთ ახლა მწერალთა სახლის თავმჯდომარე, გახლავთ ჟურნალისტი, თარგმნელი და ასე შემდეგ არ ჩამოვთვლით ყველაფერს, ხო? და ძალიან გვინდოდა თქვენი სტუმრობა, მიხარია რომ მოიცალეთ. და პრივო შეგაწყვეტინეთ მწერლიშვილი და მწერლის დედა. ხო, კი, ეს ანუ გენეტიკური ქართველებს გვაქვს, ხო? და ნიჭი გადამდები მით უმეტეს საქართველოში და ქართველებთან, ხო? და ძალიან ბედნიერი ვარ, ხო, მაგრამ ტრისას თუ დაისვენა. ხო. არა, არ დაისვენებს, უკვე ეტყობა განსაკუთრებით გურულების გენეტიკა ძალიან ძლიერი, ესე რომ არა კახა მეგონი არაფერი არ ემუქრება ამას. და ძალიან ბედნიერები ვართ რომ მოიცალეთ, მოხვედით ჩვენთან და იმედია რომ საინტერესო საუბარი გამოგვივა ნამდვილად. ძალიან ვეცდები. მეგონი არ დაგჭირდება დიდი მცდელობა, თავისთავად გამოვა და ბუნებრივად წავა ეს პროცესი. თუნებას მომწევ პირველ შეკითხვას მე მივცემ. ქეთი თუ როგორ მოგმართ. კარგია. ქეთი ალბათ დამეთანხმები რომ ძალიან ხშირად მწერლები ძალიან ახლო კავშირში არიან, ძალიან გვანან თავიანთ გმირებს ამ პირიქით რა. ან თავის გადახდილ ისტორიას მიაწერენ ხოლმე გმირებს. შეიძლება საკუთარ მსოფლმხედველობასაც ძალიან ხშირად თავის თვისებებს ზოგჯერ ის კი არა ვიზუალურადაც კი გვანან ერთმანეთს და ბატონმა ნოდარმა მრავალი ნაწარმოები და არაერთი გმირი დაგვიტოვა. როგორ ფიქრობდა ბატონი თუ უთქვამს მას აი ყველაზე უფრო ახლოს რომელ გმირთან გრძნობდა თავს და პირადად შენ მის რომელ გმირს ამსგავსებდი ყველაზე მეტად მამას. ცოტა ვითავხედებ ასე ვთქვათ, როგორც ფილოლოგი და ვიტყვი რომ ჩემთვის ლიტერატურა ყოველთვის უფრო ახლობელია ნაწარმოები, როდესაც მწერალი არ თამაშობს, როდესაც ის არ იგონებს, როცა მას გადახდილი თავს გადახდა რაღაც ამბავი, რაღაც ისტორია და ეს ხდება მერე ინსპირაცია შექმნის ამ ნაწარმოების. მამას შემთხვევაში ეს ზედმიწევნით აი მთელი მისი ბიოგრაფია, ყველა ნაწარმოები შეიძლება ითქვას, რომ ავტობიოგრაფიულია. პირველ რიგში რა თქმა უნდა ზურიკელა იყო მამა. იმიტომ რომ
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა, მაინც მე რო პატარა ვიყავი, მას ესე ახალგაზრდად ვერ აღვიქვავდი და აი ესეთი ცელქი ბიჭი იყო მასში. აი მჭაღარა, უკვე დაღლილს, აი რაღაცა თავის ინფარქტებით და გულის ტკივილებით და ცხოვრებისეული სევდები და რაღაც მაინც ზურიკელა იცოცხლობდა მასში ყველაზე მეტად. რა თქმა უნდა, ზაზა ნაკაშიძეც იყო და ჯაყოც იყო, რომელიც საზღვარზე მსახურობდა და ნუ ბაჩანა რო იყო და იყო ეს რა თუნდა მწერალია და პერსონაჟი გამოგონილი რა თქმა უნდა სავსეა ნაწარმოებები გამოგონილი პერსონაჟებითაც, მაგრამ ძირითადად ყველაფერი ავტობიოგრაფიული, ეგ შეიძლება სახელი იყოს, თქვათ შეცვლილი ან გვარი. ილიკო და ილარიონი მაგალითად მეზობლები იყვნენ ერთმანეთის მეზობლები იყვნენ და მეც კი ვიცნობდი მათ. ზურიკელათან გავსებაში, იმიტომ რომ არ ზურიკელას ყავდა დედა და მამა. იმიტომ რომ ბატონო დასაც ხო ზიანი ღამე დედის დაბრუნება ეს ხო ყველაფერი მის ცხოვრებაში მოხდა. ტკივილი იყო, ანუ მამა ნახეთელი მე დედა რეპრესიების დროს და ხო ეს რასაკვირველია. კი, რა თქმა უნდა. მე დაგისვამთა შეკითხვას, იცით, ჩემი თაობა ფაქტურად ჩვენ ზეპირად ვიცოდით დუმბაძის წიგნები, ფილმები, სპექტაკლები და მე იმდენად დამაინტერესა, რომ იცით რა უზიარებდი სხვებს სხვადასხვა ენაზე უგზავნიდი ამ წიგნებს და ძალიან მიყვარდა. დღეს სხვა თაობაა და ყველაფერს თავი რომ დავამატებდი, იცით, მაშინ აი ესე გახსნილი არ იყო საუბრები თქვა და უფრო ისეთი იცით როგორ ვთქვათ, ოფიციალური გახსნა იყო თქვა წერლის მისი პიროვნების, მისი ოჯახის. დღეს რაღაცა უფრო თავისუფლად ლაპარაკობ. აი მე თუ ნებას მომცეთ დაგესვამთ კითხვას ისევ ახალგაზრდებისთვის, რომ აი იმ თაობასაც, ჩემ თაობასაც და დღევანდელ თაობასაც, რომლისთვის აი ესეთი ცოცხალი ნოდარ დუმბაძე შეიძლება ბევრს არც უნახავს, ხო, ალბათ ნაწარმოები. აი როგორ აუხსნათ მას ნოდარ დუმბაძეს, როგორი იყო ის წიგნებს მიღმა, თავის ნაწარმოებებს მიღმა, აი როგორ გააცნობდით მას აი ამ თაობას. იცით რა, მართალი გითხრათ, გაცნობის პრობლემა არ დგას არც ეხლა, იმიტომ რომ მამა უკვე 40 წელიწადია გარდაიცვალა და ყოველი წელი აი თუნდაც სკოლის დასრულების მაისში თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორ გადარბენაზე ვარ ხოლმე სკოლიდან სკოლაში და როგორ იდგმება მისი ნაწარმოებები ბავშვები როგორ იცნობენ მის შემოქმედებას საოცარი მოსასმენია ეს ყველაფერი ძალიან გულის ამაჩუყებელი მიუხედავად იმისა რომ აი ამდენი წელია ამას უსმენ და ვხედავ ასე რომ ნოდარის გაცნობა არა სხვა რამე ვიგულისხმე კეთი გაცნობა ზუსტად აი არა ისე როგორც გვიყვარს და ვიცით ისტორიით ისეთი ნოდა რომელიც არ იციან როგორც იყო სახში აი რაც მის წიგნებში ვერ ნახა მაგრამ არის რაღაცა იცით რა ის იმდენად ხელის გულზე იდო როგორც ადამიანი როგორც პიროვნება როგორც მწერალი კი არა აი როგორც ნოდარი ისეთი როგორც იყო ალალი გულწრფელი და ღია და ყოველთვის მისაწვდომი და გასაგები აი ისეთი იყო სახშიც ისეთი იყო სამეგობროშიც ისეთი იყო ლაღი იყო იუმორით იყო ძალიან სევდიანიც აი სევდიანი თვალები ჰქონდა საოცრად ისეთი წყლით ცრემლით სავსე მაგრამ თან აი ეს რაღაცა ჭინკები დაობოდა ამ თვალებში თან ხშირად ჩაფიქრებული აი სადღაც მიდიოდა ხოლმე ფიქრებში და ჩვენც რაღაცნაირად ისე გავიზარდეთ რომ არასდროს არ მოგვიბრუნებია რომ მამამს არ დახარ რაზე ფიქრობ რა ვიცი ალბათ მაშინ წერდა მაშინ ფიქრობდა ხო მე მამას არ ქონდა მაგალითად მამა არ იყო ისეთი მოწესრიგებული მწერლები არსებობენ რომლებიც დღეში რამდენიმე საათი მუშაობენ აი ყოველ დღე რაღაც უნდა დაასხდნენ და რაღაც ერთი თავი დაწერონ ან ერთი აბზაცი ნუ რა მნიშვნელობა ნოდარი არასდროს არ იცდა ესე მაგრამ დგებოდა რაღაცა მომენტი როცა ვეღარ დგებოდა მაგიდიდან ხა ვეღარ დგებოდა მაგიდიდან და ვთქვათ რამდენიმე 2-3 თვეში რომანი გამზადებული იყო ანუ იმის თქმა მინდა რომ ყველაფერი ის რასაც ის წერდა
აი იმ პერიოდში ოჯახის თვალწინ ხდებოდა ის მისი უცებ ჩაფიქრება, ალბათ რაღაც დიალოგებს წერდა მაშინ, ან პირიქით მონოლოგებს, რა ვიცი, რა გითხრათ. და მე იყო ღამე ანთებული შუქი მის ოთახში და მიცდა და მუშაობდა. და თქვენ რო ხელნაწერი ნახოთ, გაგიზდებით, პატარა ბავშვი ძალიან ცოტა გადახაზული, აი მინიმალური წინასწარ ქონდა ყველაფერი. და მე იცით რა იყო კიდე ძალიან საინტერესო ის რაც შეიძლება არ იცოდეს მკითხველმა ხელნაწერებს როცა ვკითხულობდით ძალიან ბევრი ისტორია უკვე ვიცოდით, იმიტომ რომ ამას ეს მოყოლილი ქონდა. ანუ ის ამოწმებდა რაღაცა ეპიზოდებს, რომელსაც ფიქრობდა. ხო, ალბათ რა რეაქცია იქნებოდა. ზონდირებას აკეთებდა. ხო, იმიტომ რომ ბევრი ნაცნობი ამბავი იყო ხოლმე მერე ნაწარმოებში. კიდე რა შეიძლება არ იცოდეს მკითხველმა, მამა არასდროს არ მალავდა ხელნაწერს. ეს გაშლილი იყო მაგიდასთან და ყველას გქონდა უფლება, რომ გადაგვეშალა და წაგვეკითხა რას წერდა. მე რა თქმა უნდა პირველი მკითხველი დედა იყო ვახტანგ ჭელიძე იყო მამას პირველი მკითხველი. გურამ ასათიანი იყო მისი პირველი მკითხველი, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა. და ჩვენ ჩვილები, მე მახსოვს ერთხელ კუკარაჩა წავიკითხე ეს ხელნაწერი და ვერ ეწერა და მდინარე ვერეა და არა ვერა. და მე არ ვიცოდი და ყველგან გადაუსწორე და ესე გამიკეთა. ვერეა გოგო, ეგო მითხრა ვერეა. კეთი, ბატონი ნოდარი გურული იუმორი შემოიჭრა ქართულ მწერლობაში. ეს რა დროა, რომ აი იმ დროს ხშირად აი ნათესავი თუ არ ყავდა თქვა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში არ დადიოდი, ხა ბუნებრივიც იყო, ხა სასტუმროებიც არ იყო არაფერი და სამნაზასულნი ყავე, ხა თქვა კახელი ხარ, თუ არ ყავდა ნათესავი. თუ არ ყავდა. ხა კახელ კაც რა უნდა, აი წავიდა ზუგდიდში, რა უნდა ქნას. ხო? და რამე და თქვა რომ ძალიან ბევრმა მათ შორის უცხოელები კი არა, მათ შორის ქართველებმა ძალიან ბევრმა გურია აი ეს კუთხე შეიძლება ითქვას ბატონი ნოდარის შემდეგ აღმოაჩინეს. ეს მართლა საოცარი კუთხე. ერთი მეგობარი მყავს ჩემი კლასელი და ის მეუნებოდა ერთხელ გურულია, ხა ესე წარმოშობით, მამის მხრიდან გურულები არიან, ხა ბებეს გურული ყავდა და ის ამბობს, კაცო, რას დავაკვირდი, იცი, ესო. არა აქვს მნიშვნელობა, ქალია თუ კაცია, თუ გურულიაო. ვინ რობერტებია, ყველა ბებია ჩემ ტონიას ემსგავსებია. რა, რაღაც ეთქობა ისეთი. მეც ესე ვფიქრობ, რომ ოლღაბებია ყველა. და ეთქობა ისეთი ეს რაღაც. ცოტა ძნელი წარმოსადგენი კია თანამედროვე ოლღაბებია, მაგრამ ეთქობა ეს ძლიერია რაღაც. ისე რომ მე ძალიან ახალგაზრდა ყოფილა დღევანდელი გადმოსახედია 72 წლის ვარ და ეხლა თან 62 წლის კალები პოდიუმზე გადია პრინციპში. და რა მინდა თქვა? აი ბატონი ნოდარი სახში და ოჯახში და საერთოდ ისედაც უფრო გურულად გძნობდა თავს და თქვენ მას როგორც უფრო გურულს უყურებდით და უფრო თბილისელად. არა, მე ჩვენ უფრო თბილისელად უყურებდით, იმიტომ რომ მამა თბილისში დაიბადა და თბილისელი ბიჭი იყო, 9 წლამდე აქ იყო და მე როცა მისი რაღაც ტრაგედია დაიწყო, მამის დახვრეტა, დედის გადასახლება, მე მოხვდა მამა აფხაზეთში, სოხუმშიც და მე უკვე გურიაში სულ 5 წელი იცხოვრა გურიაში, მეტი კი არა. და 15 წლის უკვე უნივერსიტეტში ჩასაბარებლად სკოლა რო დაასრულა, ისევ დაბრუნდა რა თქმა უნდა თბილისში. ხო და ამიტომ ჩემთვის მამა თბილისელი ბიჭი იყო, იმიტომ რომ ჯერ მარტო მე თბილისელი ბიჭი ვარ, ხო იცით? მე მისი აი სამეგობრო, მისი სტუდენტობის პერიოდი, ეს ყველაფერი ნაწარმოებებშიც ხელის გულზედებს, მაგრამ თვითონ რა თქმა უნდა გურული, იცი, აი 50-50-ზე შემიძლია ვთქვა, იმიტომ რომ
გურული რა თქმა უნდა იყო და როდესაც ხუმრობდა სხვათა შორის გურულად უქცევდა. ისე ჩვეულებრივად ლაპარაკობდა რა თქმა უნდა, მაგრამ გურული იყო, აი ერთი ხუმრობა მინდა მოგიყვეთ, ტელეფონი მაშინ ხო არ იყო ეს მობილური ტელეფონები და საერთოდ საქალაქთა შორის ზარი ხო გაბული იყო, სხვანაირი ზარი იყო ხოლმე და ისე იტყოდა ხოლმე, ისე ნერვიულად რეკავს, ნამდვილად ჩოხატაურია. ხო, ნუ ეს ხუმრობა იყო ყველგან და ყველაფერში მამას სადაც იყო ნოდარი, იქ რა თქმა უნდა, ხუმრობა იყო პირველ რიგში და ყოველდღიურობაში, ნუ მოყოლილიც მაქვს ეს ამბავი, მაგრამ მაინც კიდე ერთხელ მოგიყვებით, ესეთ სახში მოვედი ერთ დღეს და ესე იყო მოწყობილი რაღაც მაგი და ტელევიზორი იდგა, ტელევიზორი იყო ადრე რო ფეხებზე რო ტელევიზორი. ხო და ესე იცოდა მამამ ცხოჩერის ციგნებზეც კი ყდაზე, აი ამ სურათებს, აი ესე თავის ჩამოდევს ზის და რაღაცას უყურებს. ხო და რო გამოვიარე, დავინახე რომ რაღაცა არ მომეწონა კადრი. ხო და მაშინ სულ რაღაც ორი ის ქონდა უკან ტელევიზორის გასასწორებელი. ვეცი რაღაცას და მოკლედ ვასწორებ და რა შვები მამაო მითხრა. მეთხარი მამა კაშეს რო ეძახიან ტელევიზიაში, შავი ხაზები რო. ხო და იმას ვასწორებ რაღაცა და გამოდი მამა ვიცნობ მაკაც ეგეთი თავი აქვს. ასე რომ ჩვეულებრივი ამბავი იყო რა, ჩვეულებრივი ამბავი იყო. დედაჩემი იმაში იმ იუმორში ხელოვნურად კი არ იგონებდა. ეს ხო ხუმრობით არ უთქვია, თქვა უბრალოდ ისე ხა. მერე იქცა ეს ხუმრობათ, იგივე ეს გიგალორთ კიფანიძის და მამას ცნობილი ხუმრობები რო საცალფეხო ბილიკია შერაგენაღლება და სანამ ყლორტი არ გამოგივაწვი მაშინ ხო. აი ეს ყველაფერი ხო ჩვეულებრივად ხდებოდა. ეს არ იყო რაღაც მოფიქრებული იუმორი, რომელიც რაღაც დაჯდა, ღამე გაათენა, მოიფიქრა, ჩაიწერა ბლოკნოტში და ეს იყო აი უცებ ხდებოდა. დედაჩემი გურული იყო, თბილისში დაბადებული იყო, ისიც ბებიად და მამა იყო რაჭველი, ამიტომ სულ ხდებოდა აი თავიანთი კუთხის რაღაცნაირად დამტკიცება რომელი ჯობია და მოკლედ ერთხელ გურიაში რო ჩაიყვანდა, მამა გეოლოგი იყო და მოვიდა სახში და ხო მოგწონს გურია, კი როგორ არ დუმბაძის პერსონაჟები აქეთი კი დარბის ყველა. ესე რომ კი. შემდეგი კითხვა რა მინდა ესეთ კითხოთ, აი კეთი თქვენ წაღან ახსენეთ ეს სევდა თვალებში ბუნებრივია ეს ბავშვობიდან გამოყოლილი სევდა ტკივილი, რომელსაც მალავდა. ბუნებრივია შიგნით იკლავდა და აი ყველა მიცის ალბათ ნუ ვინც მეტნაკლებად გაცნობიერებული ნაზირები რომ არასოდეს არ წუწუნებდა ბატონო და ტკივილს. მაგრამ აი ამ ტკივილს ყოველთვის ცდილობდა რომ ეს ტკივილი ჩანაცვლებული იყოს სიყვარულით. სითბოთი. ალბათ ეს ძალიან ჩანს მის ნაწარმოებებში, განსაკუთრებით დიდი ფორმის ნაწარმოებებში. პატარებში უფრო ფილოსოფოსია და პატარებში რაღაცა ზარდახშა, საიდუმლოთი სავსე. აი რაც ერთეულების ხდება ხოლმე გასაგები, განსაკუთრებით ასაკთან ერთად. აი რამეთესეც იცით თქვენ ხო კითხულობდით ბავშვობაში მის ნაწარმოებებს, აი აცნობიერებდით რომ აი ეს ტკივილი, აი ეს გარდასახვა. აი მუსიკაში შესაძლებელი ხარ, მე როგორც მუსიკოსი ძალიან ხშირად მოწვევარ ესეთი გარდასახვის მუსიკაში. აი აცნობიერებდით რომ აი ეს ტკივილი როგორ აიღაც საოცრად, აი არ ვიცი, ფანტასტიურად, ჯადოსნურად ხდებოდა და ძალიან უნიკალურად. აი მის ნაწარმოებებში ეს ტკივილი გადაიქცეოდა სიყვარულად. აი მაშინ ამას ხვდებოდით? თუ ჯერ ვერ პატარები რაყოთ. მე ალბათ აუცილებლად დაინახე და იქ ძალიან ცხადია. იცით რა, ბავშვი სხვანაირ დაგეკოს. როგორ გითხრა? არა, ეს სიღრმისეულად რა თქმა უნდა ვერ ვაცნობიერებდი და მოგიყვებით ზუსტად როდის გავაცნობიერე, მაგრამ ეს სევდა მიუხედავად იმისა, რომ მამა წუწუნა კაცი არ იყო და ამაზე არ საუბრობდა ამდენს, ეს სევდა ჩვენთან გვსდებდა სულ. აი მაგალითად ერთადერთ მაგალითს მოგიყვანთ ჩვენ ოჯახში ეკიდა ყველა ოთახში ყველა არა მამას კაბინეტში და მისაღებ ოთახში ეკიდა ჩემი ძმის ზაზას სურათი. მე არასდროს არ მინახავს მამა ჩემის თვალზე ცრემლი, ის არასდროს ზაზაზე არ ლაპარაკობდა, მაგრამ ჩემი დამოკიდებულება შვილისა, რომელიც მერე გაჩნდა ზაზას მერე,
იყო აი ესე ძალდაუტანებლად ჩემთვისაც სევდა იყო და ტრაგედია ეს. და მე ვიცოდი რომ მე ძმა მომიკვდა და მე სასაფლაოზე დავდიოდი როგორც დედასთან და მამასთან ერთად და ანუ რისი თქმა მინდა იცით რომ ამაშიც არ აი ტაბუ იყო დადებული ამ თემაზე. არც დედა არ მინახავს არასდროს. კი მე გავაცნობიერე რა თქმა უნდა რომ ყველა ის ამოხრვა ვთქვათ დედა რო იტყო და ან რაღაცა ან გავიდოდა და ვთქვათ ხო რაღაცა შეიძლება ოთახში ჩაკეტილიყო ან მამაც რაღაც ეს იქ მოთხრობებში აი სასაფლაო რო აქ მოთხრობა მამას ხო აი ეს ყველაფერი რაღაცნაირად მოახერხეს ჩვენმა მშობლებმა ჩემმა მშობლებმა და მანანაც ვიგულისხმე აქ მანანამ ფლად მოესწრო ამ ყველაფერს არ ყოფილიყო სიმძიმე და ტრამვა ჩვენთვის. მაგრამ თან ზუსტად ვიცოდით, რომ ეს იყო ძალიან დიდი განსაცდელი. კეთი სასაფლაოზე არ მიყვარდა არასოდეს სიარული ხა ბებიას და ბაბუას საფლავზე დავყავთ ბაკეში დედას და მე არც ვიცნობდი ბევრად ჩემზე უფრო ხო არა და დედა ჩემი რო წავიდა ახალგაზრდა საკმაოდ აი რამდენიმეჯერ წავიკითხე სასაფლაო კიდევ ერთხელ და რომ მივედი აი ბატონ ნოდარის თვალით დავინახე ეს სიმშვიდე და აი მაშინ დავწყან ცოტა სხვანაირად შევხედე ამას ყველაფერს და ეს ისეთი შვება იყო ეს იცით რა რაღაც ეს ქრისტიანული ამბავიც არის მე მგონი მე არ მიმაჩნია რომ მამა ჩემი ხო იქ ზევითად კი ხო ამიტომ იქ რაღაც აი აღდგომა რაღაც თარიღი დაბადების დღე რაღაცებზე რა თქმა უნდა მაგრამ ხედა რომ ისტორია არის თითოეული ადამიანის რაღაცა არქივია სუფალი რომელმაც იცის ხოლმე რომ აი ყოველ დღე ყოველ ის და რაღაც კი მეც დაუნჯდა რომ არ და მილაპარაკია მამასთან განმარტოვებით განსაკუთრებით მზიურში არ ვიცი აი სასეირნოდ გასულს ჩავსულ ვარ და დაუნჯდა რომ არ მარტო და რაღაც ამბავი მომიყოლია ადამიანების ისტორიათ არის დახმარება მithოვია და ასე შემდეგ მაგრამ რაღაც აი სუბუქად შეიძლება ის სიტყვა არ არის მაგრამ მაინც სუბუქად ხო მოხდა ეს ყველაფერი ეს გასწავლა ჩაგინებდა და მე ადამიანი ჩვენ ძალიან დაგვეხმარა ადამიანების სიყვარული ამაში ნოდარის არ ყოფნა ვერ მივხვდით ჩვენ ბოლომდე მე ყოველ შემთხვევაში ეს დამემართა ცირა იყო მომენტი როდესაც აი ჭავჭავაძეზე ძეგლი რო დაიდგა ნოდარ დუმბაძის სანამ დაიდგმებოდა იყო ქვა რომელზეც ეწერა რომ აქ დაიდგმება ნოდარ დუმბაძის ძეგლი და ის ნოდარ დუმბაძე ჩემთვის იყო მწერალი ნოდარ დუმბაძე ხო ნოდარ მამ ხო კი ჩემი მამიკო არ მე ვგლოვობდი ვთქვათ მამას ხო მამას რომელიც არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის ხო მამა გიყვარს და სულ ერთია მწერალია ინჟინერია თუ რა ვიცი მე მეწაღეა მამა და გიყვარს ხო და განიცდი ხო და ეს მერე მოვიდა, მერე გაერთიანდა და ამას წლები დაჭირდა, რომ აი ეს ნოდარ დუმბაძე, რომელზეც თქვა, თუნდაც როგორც ფილოლოგს თამამად შემეძლო მელაპარაკა, რომ აი ეს ნაწარმოები ამის გამო მომწონს და აი აქ ეს ის არის და რაღაც ეს მერე მოვიდა ყველაფერი. ასე რომ სიკეთეთ გადაკეთება ყველაფრის მერე გავაცნობიერე, რომ ეს ყველაფერი სიკეთეთ კეთდებოდა. თუნდაც აი ეს ფრაზა, რომელიც მე ყველაზე უფრო შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი ყველაზე უფრო საყვარელია ჩემთვის. რომ ადამიანი ფრესკა არ არის, რომ ერთ სიბრტყეში უყურო. ადამიანს როგორც ძეგლს ისე როგორც უნდა შემოუარო და რომელი კუთხიდანაც ყველაზე კარგად იმზირება, იქიდან უნდა შეხედო. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ხოლმე რაღაც გავბრაზდებით და რაღაცა ეს საზოგადოება ხო როგორი და სასტიკი და დაძაბულია უცებ იარლიხს მიაკრავს. არ არის ეგრე. შემოუარე რა შეხედე, აქედანაც შეხედე, იქიდანაც შეხედე, იქნებ რატო, იქნებ როგორ, იქნებ რაღაცა. და ეს ამას აკეთებდა, თვითონ ამას აკეთებდა, ესე ცხოვრობდა. ესე აფასებდა ადამიანებს და ზოგადად უყვარდა ადამიანებს. ძალიან ეს ძალიან იგზნობა და ძალიან ჩანს. დარწმუნებული ვარ, ეხლა ბატონი ნოდარის პოპულარობიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, ეხლა ბევრი ადამიანი იჩემებდა ბატონი ნოდარის მეგობრობას.
როგორ დაიცვალა, კიდევ უფრო მეტი გამოიჩენდა. მიაწერდა თავის თავს ალბათ მეგობრად და სხვათა შორის როგორც ცნობილია შევარდნაძეც თვითონ არაერთხელ აღნიშნავს, რომ ჩემი მეგობარი იყო ნოდარიო და აი საინტერესოა როგორი იყო მართლა ამ ორი გურულის დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ და თვითონ ბატონი ნოდარი ვისთვლიდა თავის მეგობრად. მამას მეგობრები არის ის რაც აბსოლუტურად განუყოფელია მამასგან. მე მახსოვს სარგის წაიშვილი რო გარდაიცვალა ეგეთი რაღაც არას არ გამიკეთებია რაღაც აი წერილი დავწერე რაღაც მე ლიტერატურულ საქართველოში გამოაქვეყნეს ნეკროლოგს რო ეძახიან ეს ნეკროლოგი კი არ იყო რა იცი როგორი განცდა იყო რომ იყო ერთი მთლიანობა და როცა მამა ჩემი აღარ მყავდა მამა აღარ იყო მე ამ ადამიანებში ვაკოწიწებდი და ვაგროვებდი მამას და როცა ეს ამათ დაიწყეს წასვლა მამას მერე ხო ეს თავიდან მიკვდებოდა მამა ესეთი განცდა მქონდა რომ რას მიშვებით სად მიდიხართ რატომ და თავდებოდა რა აი ეს რაღაცა რასაც მე ხელით ვეხებოდი რაც ყველაზე უფრო გენატრება ხო ახლობელი ადამიანის გარდაცვალების მერე რომ ხელით შეეხო თვალებში ჩახედო მე ამ ყველაფერს იმათთან ვივსებდი და ამის დაცარიელება იყო ძალიან მძიმე იყო და მისი მეგობრები აი მიინგითხრათ ანზორ საულუქვაძე რომელიც ჩვენ სახლში ერთად ცხოვრობდით ხო მე-10 სართულზე ისინი ჩვენ არ ვიცი ვაჟა ჟღენტი სულ სხვადასხვა პროფესიის ადამიანი სარგისი ვახსენე გურამ ასათიანი არჩილ სულაკაური ედი შერყიფიანი ჭაბუა ოთარჭილა რა ვიცი ვინ ჩამოვთვალო ეხა ჯანსუღი როგორ გამომრჩება აუცილებლად ვიღაცა არამწერლებიდანაც უამრავი იგივე თემიკო ვახსენეთ წერან ხო ეს ადამიანები ერთმანეთს ავსებდნენ ხო და ესენი რომ მიდიოდნენ რაღაცა სამყაროც არიელდებოდა ჩემთვის საოცარი სიყვარულის და საოცარი ერთგულების ადამიანები იყვნენ მე ამას მთელი ცხოვრება ვხედავდი და კიდე იცი რა მოახერხეს საოცარი აი თავისი ბუნებიდან გამომდინარე ჩვენ შვილები აი ამ ადამიანების შვილები ვინც ჩამოვთვალენ დაძმებივით გავგზარდეს ხო ეს აი იმიტომ რომ მე ხო რა ვიცი ერთად მე და სოლიკოცაიშვილი მაგალითად ლევანი კვასათიანი ჩემი ძმები მეგონენ იმიტომ რომ ჩვენ დასასვენებლად ერთად ხო დასასვენებლად ერთად უნივერსიტეტში ერთად ერთი თაობის ბაოყიფიანი ნუ როგორც რა გითხრათ ჩემი და სულაკაურები ნუ გიგი და ლაშან საოცარი სიყვარული მამუკა ჯარკვიანი აგერ სალუქვაძე მამუკა ნუ აი რა გითხრათ ხო და ეს ისეთი განზია ცხოვრების რომელიც არ ვიცი ძალიან ისინი არც კი ცდილობდნენ და ამას და მე სულ ცდილობდი რომ ჩემ შვილებსაც იგივე გარემო შემექმნა რა ვიცი რამდენად მოვახერხე მე მგონი მოვახერხე იგივე სიძლიერის ჯაჭვი ხო იგივე სიძლიერის ვერა ალბათ მაგრამ ჯაჭვი მაინც არ გავწყვიტ ხო შევარდნაძე გამოგჭა შევარდნაძესთან მეგობრობა მე მართალი გითხრა ეხა ეს ადამიანები რომლებიც ჩავთვალეთ ჩვენ ერთმანეთის ოჯახებში დავდიოდით და რა მე მას არ ვიცნობდი ანუ ეს მეგობრობა იყო რაღაცა სხვაგან სამსახურეობრივად თუ რაღაც იდეების გაზიარ სხვა სივრცეში მაგრამ ის რომ ეს არსებობდა ეგეთი რაღაც არ ხო არა ლუც ამოვიტან და ამოვალ არ იყო და ნოდარ ქვემოდან არ იყო მაგრამ იყო რა მე როდესაც შევარდნაძის რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ როცა დაბრუნდა მის პრესამსახურში მუშაობდი პირველი ჩემი მისვლა მისთვის იყო ჩემთვის გამოუგნებელი და მისთვის ცრემლიანი დარეკა პრესამსახურში და მე ავიღე ყურმილი იმიტომ რომ ვიცოდი რომ უკვე ჩემი მოვალეობა იყო რომ ეს პასუხი უნდა გამეცა იმიტომ რომ ესე რომ ისე სვავდა კითხვას ან რაღაც ინფორმაცია აინტერესებდა ან რაღაც ხო პრესა
ხო და მე ავიღე რომელი ხარო იკითხა. იმიტომ რომ ახალი ხმა იყო მისთვის. მე ვთხარი ქეთინო ვარ დუმბაძე. და იყო ძალიან გრძელი პაუზა. და მითხრა რომ ჩამოდი ჩემთანო. ჩვენ მეოთხე სართულზე ვიყავით და იმელი შენობაში მესამე სართულზე იყო შევარდნაძე. და მე პირველად შევედი და თან ამ ხელო პოლიტიკოსი პიროვნება რაღაც. ცოტა დაბნეული და ცოტა რო არიცი როგორ მოიქცე და რაღაცა ხელები რო გაგეყინება, იმიტომ რომ ხო, ნუ ჩამეხუტა. მე ესე გამწია და შემხედა და მას ცრემლები ქონდა თვალებზე და მითხრა რომ როგორ მჭირდება ეხა ნოდარი, რამდენ როგორ დამეხმარებოდა. და ამით დამთავრდა ჩვენი საუბარი. ხო და მე ხო და მე კი იმიტომ რომ მეც ცრემლები წამომივიდა. ცრემლები მომერი შენ რატო ტირი ხარ რომ მკითხა და არ ვიცი მეთქი მოხარე ალბათ მამა მომენატრა. ხო და არ ვიცი ეს ხა მეგობრობა რო არ ყოფილიყო ვთქვათ და თან რაღაცა თანამშრომლობა არ ყოფილიყო ამას ვერ ითამაშებდა ეხა რა ან რაში ჭირდებოდა ჩემ რიგით ჟურნალისტთან რომელიც მის პრესამსახურში სამუშაოდ მოვიდა და მეც სულ გრძნობდი ხოლმე რა ისე ჯერთი რაღაცებს მეხუმრებოდა ხოლმე რომ იცოდა რომ იუმორი და ისო რაღაცებს კეთი, აი თქვენი სპეციალობიდან გამომდინარე თაწახან ახსენეთ ეს თარგმანი რო კითხულობდით მამას ხელნაწერებს ბუნებრივია გასწა საქართველოს ბატონოდარის სახელი და უამრავ ენაზეა ნათარგმნი მისი წიგნები 97 ქვეყანაში მე ორ ენაზე მაქვს წაკითხული იმიტომ რომ მაინტერესებდა მაგ რუსულად წაკითხული და მაგ ინგლისურად და სრულიად სხვა არის ანუ ხდება რაღაცა რომელიც აი იმენაში იკარგება და მე მერე წავიკითხე რომ რედაქტორები ვინც აკორექტირებდნენ ხო თურმე ძალიან უჭირდა და უტირიათ კიდევაც ხშირად რომ არ შემიძლია ხვალ გავაგრძელებ იმიტომ რომ სინდისი არ მაძლევს უფლებას რომ გავაგრძელო რომ აი ეს რაღაცა ხაზი ემოციის იმ რაღაც აი განსაკუთრებული პეწიანი იუმორის ის იწყდებოდა ხო ხო მაგრამ აი რა მაინტერესებს კეთი ნახეთ კი ბატონო აი როდესაც თარგმანში აი ძალიან სპეციფიური კითხვა და მე მაინტერესებს როგორც თარგმნელი თქვენი აზრით მით უმეტეს მამას წიგნები ეს იცი წაკითხული და როდესაც აი ეს ენის განსაკუთრებული სპეციფიკა ქონდა ნამდვილად განსაკუთრებული იუმორი აი პატარა ჭრილებში იყო ჩამალული ის საოცარი სიცილი და რა ვიცი ხარხარამდე რომ მიგიყვარდა ხო აი ეს რო იკარგება ენიდან ენაში მაგრამ მიუხედავად ამისა აი ესეთი პოპულარული ყველა თარგმნილ ქვეყანაში აი რა არის ეს ფინომენი აი მე მაგალითად ვთვლი რომ ზურაბ ახვლედიანი თარგმნიდა ძირითადად მამას შედევრები აქვს გაკეთებული, იმიტომ რომ აი რუსულად მეც წამიკითხავს, ხო, მაგრამ მე სპექტაკლებსაც დავსწრები ვარ თქო. მე დავსწრები ვარ კი ბატონო. და ხარხარია დარბაზში. ზუსტად იქ სადაც უნდა და თქვენ წარმოიდგინეთ რომ მამას არქივში, რომელშიც ინახება უამრავი წერილი მკითხველების მოსული ძირითადად საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკიდან ვერ ვიტყვი რომ რუსეთი რა თქმა უნდა მეტია თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა შინაარსის წერილებია ის. ანუ თარგმნელმა მოახერხა ის რომ ნოდარის სული გადაეტანა. არა მარტო შინაარსი ნაწარმოების და ვთქვათ იუმორიც იმათთვის გასაგები იუმორი არის იმ ნაწარმოებებში კი. აი ეს ძალიან საინტერესო და ძალიან პასუხისმგებელია რამდენად საცუცია რა რომ ეს აი ხა დაჩა მარაინი იყო ჩამოსული იტალიელი მწერალი ქალბატონი რომელსაც იტალიურად ვაჩუქე მამას წიგნი და მე მეორე დღეს სტუმრად მყავდა სახლში მიწვეული და მოვიდა და მითხრა რომ დაათვალიერა ეს ყველაფერი და მითხრა რომ გუშინო ვერ მოვისვენეო ისე ჩავხედეო და მოთხრობა ძაღლი წავიკითხე და შედევრიაო მითხრა. ამიტომ თარგმნელის დამსახურებაა რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა თარგმნელის დამსახურებაა რომ დაჩა მარაინისთვის ნოდარ დუმბაძის ძაღლი ასე აღიქვა. იქეთ იმიტომ რომ მე მაგალითად მიხეილ ჯავახიშვილის თარგმანებს რო კითხულობდი აი თქვა მერიმე ჯავახიშვილის ენით მეტყველებს და ეს მე აი და აი აქ ესე კი რამხელად თან იქ ცოტა სხვა შინაარსი ურთულესი თემა ურთულესია ვარა ურთულესი ამიტომ არის თარგმნელებს
ძალიან ისე ვექცევით ხოლმე არც კი წიგნს რო იღებ არც კი კითხულობ ვინ გარდა უკვე კითხულობ უკვე ბავშვობაში ხო მე მახსოვს რომ წავაწყდე ძალიან ისეთ პრობლემურ რაღაცას მე უკვე კოლოსალური შრომა ეს არის დაწერის ტოლფასია იმიტომ რომ ეს ხო არ არის ეხლა მე რაღაც თარგმანის თეორიაში წავედი გადმოქართულება ქვია მაგას და არა უბრალოდ თარგმნა ზოგი თარჯიმანსაც ეძახის სხვადასხვა პროფესიებია თარჯიმნობა და თარგმანი ლიტერატურული თარგმანი მით უმეტეს და როცა სათანადოდ აღიქვავს უცხო ქვეყნის მკითხველი უკვე მიზანი იქ დამთავრებულია ყველაფერი იქ არის თარგმნელი მუშაობა ქეთი სანამ ახლა შეიძლება ვკითხოთ რაღაცა სათანადოდ მოხვედოთ რაღაც თარგმანზე ვლაპარაკობდით და ბელა ახმატულიანა მაჩუკა თავის დროზე პატარა იყო სადაც 15 წლის თავისი სნია გრუზია ესეთი წიგნი და მიჩნეული რომ ბელას თარგმანი მეფერილის მე ავტენტივით მეფერილი ყველასგან კი როგორ არა ითვლება საუკეთესო და მე ვკითხეთ რომ იქ თავდება ესე იასაპლაკ აქ ლირ პრიკრასნი და როგორ რატო არის მეთქი რომ იქ ხო მიტოვებულია და აქ არის მშვენიერი და გადამეცვა ხო გადამეცვა და თავზე ხელი და он прекрасен в своем одиночестве ისო მშვენიერო თავის სიმარტოვეშიო ხო აი მაშინ ამბობს მაგას ოსტან კინოში მე მომწონს ეს თარგმანი ეს მახსოვს სასტუმრო ფილმში მიკითხაო მაშინ ბელაო მაგრამ მე მივხვდიო რომ მან იგულისხმა რომ прекрасен в своем одиночестве ხო რა თქმა უნდა ეხა მერანი შეიძლება იმავე გადაცემაში ამბობს რომ მასე მერანი შეიძლება აღიქვაო რომ ყაზბეგი სიგარეტი ყაზბეგის იმაზე რო ცხენიანი კაცი ხატიაო მაგრამ ეს ხო სხვა რაღაცაა და ეს მოახერხა პასტერნაკმა და არა სხვა რადგან ეს თარგმანები მოახსენეთ ბატონი ნოდარი მეგობრობდა ალბათ ყველასთან თუ არა ძალიან ბევრ დროს საბჭოთა კავშირში ცნობილ მწერლებთან და ვის გაიხსენებდით და აი ეს ფაქტიც მინდა გავიხსენო რომ ეს ნაკლებად არის მეგობრობაზე დაფუძნებული ხდალი ქართველების გაქცევაზე რომ ჩამოვაგდეთ მწერალთა კავშირის ყრილობაზე საუბარი კი ესეც იყო მამას მეგობრები მე ვინც მახსოვს და ვინც ჩვენ სახლში ყოფილა და ვთქვათ გულრიფში ჩვენთან სტუმრათაც ჩამოსულან და როცა ისინი ჩამოდიოდნენ მეც შემსწრევ ყოფილვარ მათი სუფრების და ასე შემდეგ არა მარტო ჩვენთან ნონეშულებთან ძალიან ხშირად და ჭილაძეებთან და ასე შემდეგ ბელა ახმადულინა ჟენია ევტუშენკო ვაზნისენსკი ანდრეი და ჩინგიზ აიტმატოვი იძახთა რომ ნოდარი ჩემი ძმა არისო და მამა ჩემსაც ჰქონდა ეს განცდა მის მიმართ რომ მათი ბიოგრაფია ძალიან გავდა ერთმანეთს და დღესაც სხვათა შორის ყირგიზეთში ძალიან უყვართ ნოდარი მის გამო რომ ჩინგიზ უყვარდა ნოდარი ძალიან ერთხელ ისეთი ერთ-ერთ ჩამოსვლაზე ჩვენთან სახში იყო სტუმრად და რა თქმა უნდა სუფრა გაიშალა და მამა ძალიან ავანტყოფობდა უკვე და უთხრა რომ ნოდარო ცუდად გამოიყურებიო და ძალიან მინდაო რომ ჩემთან აულშიო დაგპატიჟო სოფელში ანუ აგიყვანო აულშიო და იქო ნას კუმის დაგალევინებო ცხენის ძეს ხო და კვიც დაგიკლავო და მამა ჩემს გულიწავ კვიცის დაკლა ჩვენთან რო ეთყვი რომ აი ბატკანს დაგიკლავ ხო იცი ხო და ეს ეხა ის სახუმარო ამბავი გამახსენდა მაგრამ ეს მეგობრობა იყო კი რა თქმა უნდა კონსტანტინე სიმონოვი თავარი საერთოდ დაიწყო ყველაფერი იმიტომ რომ ის საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირი რომელიც არსებობდა იქ განაგებდა ქართული ლიტერატურას და მას ჰქონდა ეს კავშირები და გარდა ამისა კონსტანტინე სიმონოვი იყო ჩვენი მეზობელი კარის მეზობელი გულრიფში ჩვენი ეზოები და ჩვენი სახლები გვერდი მე და სანია მისი ქალიშვილი ერთად გავიზარდეთ
ეს იყო საოცარი პიროვნება. ეს იყო, როგორ გითხრათ, მე შაყირობდნენ ჩემზე, მე კონსტანტინ მიხაილს ვერ ვამბობდი, პატარა რო ვიყავი და ჯაჯა სიმონოვ ესა დავსდევდი. აი როგორც мама და როგორც დამრიგებელი, ესე გადმოსძახებდა ხოლმე ღობეს მოადგებოდა და Нодар, ну сколько страниц ты сегодня написал? Мама ჩემი ბაღმელიაზე იყო ამ დროს. გულდაკალაძესთან და დავით მეღა ზურაწერეთელთან და ეს ზურაწერეთელსა და ჩვენ შორის ცხოვრობდა კონსტანტინე სიმონოვი. იქ მიიყვნენ მერჟანოვები, იქ იყვნენ არ ვიცი. გამზატოვთან და გამზატოვი, კი, როგორ არა, როცა ჩამოდიოდი ჩვენ არ ყოფილვართ მასთან, მაგრამ როცა ჩამოდიოდა, რა თქმა უნდა იყო. ეს მეგობრობა იყო. ისინი ერთმანეთს თარგმნიდნენ, ისინი ერთმანეთს გამოსცემდნენ და ძალიან დიდი ტირაჟები ჰქონდათ. ხა მამას წიგნი მაგალითად რუსეთში გამოდიოდა მილიონი ტირაჟით. და მეორე დღეს იცოდა მთელმა საბჭოთა კავშირის მაღაზიებში იფანტებოდა ეს წიგნები და მეორე დღეს ყველას წაკითხული ჰქონდა. Мама რო გარდაიცვალა და რო გამოაცხადა რომ ნოდარ დუმბაძე ლენინური პრემიის ლაურეატი რაღაც რა თქმა უნდა ალბათ ხა პრემიაში ყველას არ აცხადებდნენ და ალბათ ამის გამო და რო დეპუტატი იყო და ასე შემდეგ გაბმული ზარი აი საქალაქთა შორისო ზარი გაისმა და ციმბირიდან ნოვოსიბირსკიდან რეკავდა ვიღაცა კივილით რო სინათლე და სიყვარული. ჩვენს ქუჩაზეო ნოდარის მკითხველებმა თეთრი ბაირაღები გადმოფინდეს. აი ესეთი დამოკიდებულება იყო და ისევ დაუბრუნდეთ იმაზე რომ ეს თარგმნელის დამსახურებაც ხო არის არა გარდა იმ სიყვარულისა იმ სითბოსა იმ ჰუმანიზმისა რაც მის ნაწარმოებებში არის. კი ესეთი რაღაცა სევდიანი საღამო გამოგვისა. იუმორიც არა, კეთი ისეთი გამოვიდა როგორც თვითონ ბატონო ნოდარი იყო და თან ვიცინი და მე თემლებით მაგ თვალების ავსერად ცდილობ არ ვიტირო. მე წაკითხული მაქვს რომ აი ბავშვობაში დედას თმებზე ხო წერია რომ დედას თმებს ადგამზე და სულ ფიქრობ არის ხე ჩემი ახმა თუ კიდე ბევრს აქვს ეს ახმა მე სულ მგონია რომ ერთ-ერთი პერსონაჟი ამ მოარულ ადამიანებს შორის ხო ამდენ შორის ერთ-ერთი პერსონაჟი არის მზე რომელსაც ხან კი ბატონო და მზე რომელსაც ბრმა მაინც ხედავს რომელიც არ ჩანს მაინც აწვდის და ეს აი სითბო ეს უხილავი სითბო სიყვარული ყველაფერს გაყვება და აი მაინტერესებს ეს მზე დედის ხატებაც არის თუ აი ეს რაღაცა განსაკუთრებული სიყვარულია როგორც პატრიოტი ტკივილი გადააკეთა დედის ხატება კი არა ყველაფერი სიკეთის და ნათელის ხატება და ის რომ მზე ღმერთია მე პატრიარქისგან ვიცი იმიტომ რომ მე გეტყვით რა მოხდა მამა რო გარდაიცვალა მე-9 დღეს ხო ეს რაღაც ის არ ჩასატარებულია გადაუხადა პატრიარქმა და მაშინ მან იქადაგა და იქადაგა ისე რომ მე მოვედი სახლში გადმოვალაგე მამას წიგნები და თავიდან წავიკითხე სუსხანაირად ხო და ეს არის ღმერთია ღმერთი სიკეთე ღმერთი მზე ერთია ეს ყველაფერი ბატონო ნოდარის ნაწარმოებებში ბუნებრივია ხა რომ რა თქმა უნდა ჭარბობს დადებითი გმირები, მაგრამ აქ-იქ უარყოფითი გმირებიც გამოჩნდებიან. მაგრამ რამენა ვთქვა რომ აი პირადად ჩემთვის მისი არც ერთი გმირი არ იწევს, არც ერთი უარყოფითი გმირი არ იწევს, რაღაცა აი სიძულს კი არა, უარყოფით ემოციასაც კი. და აი როგორ ფიქრობ, კეთი რითია ეს გამოწვეული? ბატონო ნოდარის კაცმოყვარეობით აი ეს ფრესკის თემა მუშაობს მანდაც ის არ არის ბოროტი ის რაღაცამ გააბოროტა მაგრამ ამას ხო უნდა დრო უნდა ამას ჩაფიქრება უნდა ამას გაანალიზება უნდა იმიტომ რომ ის არ არის თავისთავად ბოროტი არ იბადება ადამიანი იმას რაღაცა ხდის
რაღაცა ვერ ერევა რაღაცა განსაცდელებს, ვერ ერევა რაღაცას, ხო? და ამიტომ უნდა უარყოფითი გმირი ადამიანია, ხო? ზოგადად ადამიანი თუ გიყვარს, ვერ იმეტებ იმას, ხო ეს? ვერ წირავ. ეხლა რომ წირავთ ერთმანეთს ეგრე არ არის. თაღაო. თან ბატონო რომ მოყვარო, საბრალდებო დასკვნა რო იდგმებოდა თეატრში რუსთავში. რასაც ეწყებოდა და ნახევარი მაყურებლები თურმე ეს კოლონიიდან გამოსული პატიმრები იყვნენ, რომელსაც ჰქონდათ უფლება ქალაქში გასვლის 10 საათამდე, რომ და ყველა ესწრებოდა როგორანაირად, ანუ ძალიან პოპულარულია ეხლაც. ძალიან. და მე მახსოვს კუკარაჩო რომ გავიდა ფილმი და მე ახალი მით აღზევდა პოპულარობის სიმღერა პოლიციელის და კუკარაჩოს სიმღერაზე. კი ბატონო, ხო, ეს უეს იყო და საოცრება. რაღაცა საოცარი სიტყვა. კუკარაჩა რო დაწერა შეხვედრა მოუწყოს შინაგან საქმეთა სამინისტროში და რუზარმაზარ დარბაზში რაღაცა და მოკლედ გამოიტანეს ფორმა, რომელიც იქვე ჩააცვეს ეს პიჯაკი, რაღაცა ჯოხი მისცეს, იზოლიანი ჯოხი რო ქონდათ ხო, აჩუქეს იქ რაღაც ქუდი და თქვენო ბოლო იმდენს და ეს შეხვედრები გრძელდებოდა, ნუ გაუთავებთ ეს კუკარაჩი და მამაჩემმა თქვა ერთ-ერთ შეხვედრაზე რომ ბოლო თქვენ იმდენს იზამთ რომ მამაჩემის დახვრეტას მე დამამრა. რაღაცა დამსახურებული რაღაცა მილიცია რაღაცებს აცნობდნენ ხო წოდებებს და გაგიშდა კაცი ბოლოს. კეთილი მე ისე მახსოვს მუტალოს რო აცილა ინგამ ამდენჯერ რო ესროლა, მაშინ განვიცადე ძალიან და ვიტერე ნუ აი რანაირად და გავიდა დრო და მე მივხვდი რომ კიდე კარგი აცილა. აი რაღაცნაირად ხო აი აქაც ისეთი ტრანსფორმაცია ხდება ხო? ისიც ვერ გაიმეტა მაინც საბოლოოდ სიკვდილი. ვერა ხო. და იმგაც დაინდო. იმგაც და ხო იმაგას ვიძახი ხო. მაგაშია საქმე, დამნაშავეთ არ აქცია ეს არაჩვეულებრივი და მანდაც ისეთი ქალბატონი. პარალელია ძალიან საინტერესო პოლანსკის ფილმში რო არის პიანისტი ბოლოს მადლობას რო ეუბნება გერმანელ ოფიცერს, რომელმაც გადაარჩინა და არა, მადლობა მე არა, მადლობა განგებას ორივე რო გადაგვარჩინა, ამიტომ აი არ მოხდა ამან ის არ მოკლა, ის ხო, ეს და აი აქაც რაღაცა მაგდაგვარო ინგაც მორტალოს და რაღაცა ხო ძალიან ისეთი ძალიან ფილოსოფიური თემა და ძალიან ხშირად ხოლმე ფიქრობ, ისეთ ახლა როგორც მუსიკოსი ვაკეთებ ხოლმე პარალელს, რომ აი როგორი ღიმილიან, ცრემლიანია ბატონო და არის დიდი ფორმის ნაწარმოებები. აი ტირილში, ცისილში ყოველთვის საოცარ გულსფერი და საოცარ მართალია. რამდენად დიდარია და აი დიდი სიმკვრივით არის ფილოსოფიაც, ფიქრიც, სევდაც, განშაც მის პატარა ფორმის ნაწარმოებებში, მის მოთხრობებში. და როგორც წესი ძალიან დიდხანს გიტოვებს აი იმ გემოს, აი იმ ნაწარმოებისგან მიღებული ემოციის გემოს და რაღაცით ვადარებ, ხა არც რამდენად მსვენელი და მაყურებელი დამეთანხმება, მაგრამ აი შოპენის მუზარმაზარ შემოქმედებაში ხა სხვადასხვა, მაგრამ აი მაზურკებშია, პატარა ფორმის ნაწარმოებებშია ეს ზარდახშა, რომელიც ყველასთვის არ იხსნება. აი ძალიან უნდა მოინდომო რომ იმ სიღრმეში წახვიდე და აი ამ ზარდახშის გახსნას, გაგებას, იმის გამოღებას, ახმას წლები ჭირდება. და მე სულ უბრუნდები ხოლმე მოთხრობას, აი თქვენც ძაღლი ახსენეთ, ძალიან ყველა მოთხრობა და სულ სხვადასხვანაირად აღსამა დიდროს სიკვდილის წინ მონოლოგი და ეს რაღაც ეს სულ ბიბლიური თემებია ეს არის ღმერთია, ღმერთი ყველგან არის. ხო. იმ საპატიმროშიც, აი იმ საკანში, სადაც ესენი იდგა, ის ხო ვათიმცნებაზეა აწყობილი. და თქვენ იცით რომ ეს მე პატრიარქისგან მომისმინე. წეღარო ვთქვი რომ წავედი და თავიდან წავიკითხე თქო. ის თითოეული დამნაშავე არის არაკაცკლა, არა იმრუშო და ასე შემდეგ. ეს ფიქრია, საინტერესოა. ეგრეა. კი. ამას მე ინტერვიუშიც ამბობს მამა. ეს არის უნდა დავიკითხო ხა. აი ეს მახსოვს. ხო, ხო, ვიღაცამ წაიკითხა როგორც კრიმინალური რაღაცა ხო. ზოგისთვის ესეა, კი, რომ იმის ხო. ეხა მასე კომუნისტების ოდა არის ისო მარადისობის კანონიო და ცოტა ყურადღებით და მათ წაიკითხე რა ის კომუნისტების უნდა. მათ კომუნიზმის იმიტაციაში იმისი. როგორ ამბობს პარტიაში რატო არ შეხვედიო მღვდელს რო ეუბნებოდა 60-ის იმიტაციაში, ხო.
არა, ჯერმატო სათაური ესეთი მარადოსების კანონი რაშუაშია, ხო უნდა მიხლი მარადისობაში სულაც არ შედის. არანაირი კომუნისტური სისტემა და არანაირი, აბსოლუტურად. მარადისობა ბევრად მეტია ყველაფერს. ხო, კითხველი სხვადასხვანაირია და კეთი ბევრჯერ დავუსვამთ, ალბათ დარწმუნებული ვარ, ეს შეკითხვა და მეც კითხავ. ძნელია ნოდარ დუმბაძის შვილობა და ადრე უფრო ძნელი იყო თუ ეხლა? ბავშვობაში ძალიან ადვილი იყო. იმიტომ რომ თუ ერთი არ იგრძნობოდა. ერთი ამდენად არ იგრძნობოდა, მაგრამ ხტები იყო მაშინ. პირველი ტვირთი იცი როდის ვიგრძენი სკოლაში, როდესაც მითხრეს რომ ნოდარ დუმბაძის შულს არ გეგადრება ცელქობა. რატო არ მეგადრება, ხა ბავშვი ვარ და ცელქო. როდესაც პირველად დავწერე თავისუფალი თემა და მითხრეს რომ ესო მამამ დაგიწერაო. პირველი შეურაცხყოფა მივიღე, ასე ვთქვათ. მე იგივე გაგზავნა უნივერსიტეტში, შენ სტიპენდია რადგინდა მამა შენი მილიონერია. ანუ გადაბარება მოვინდომე საგნის. მე რაღაცა დიპლომის დაცვაზე გავიგონე როგორ გადაულაპარაკეს ერთმანეთს რომ ნუ ამას ხუთიანი უნდა დაუწეროთ. და მე გავიქეცი იმიდან დაცვიდან. და თამარი არა ქეთევანი ბურჯანაძე გამომეკიდა და ჯერ იმათთვის უთქვამთ რომ გაუკიცხავს მოკლედ. მე დამაბრუნა და აი სანამ ბოლომდე არის ხო, იმიტომ რომ შეურაცხყოფელია ესეთი რაღაცები და ადამიანები ეგეთ რაღაცებს არ უკვირდებიან, ნო. წეგანე ვლაპარაკობდით ჩვენ ამ თემაზე. ძალიან რამდენადაც ბედნიერი ხარ იმით, რომ ნოდარიშვილი ხარ. იმდენად მძიმეა ეს ყველაფერი. იმიტომ რომ ხელის გულზე ხარ. იმიტომ რომ ყველაფერი ხელის გულზეა შენი, მთელი ცხოვრება. სადაც არ უნდა წახვიდე. და აი ზუსტად ის ქანდაკება, რომელსაც ყველა გარშემოულის და ალბათ ხინჯს ეძებს რაღაცნაირად, შეიძლება. ხო და ეხლა მით უმეტეს, ეხლა ხო ძალიან ესეთი სიტყვის თავისუფლება ქვია რაღაცებს, ჩვენთვის მძიმე რაღაცებს. ესე მიაყოლებენ ხოლმე ჩემს გალანძღვას, თქვათ, მამაჩემის გალანძღვასაც. ეგრე არ არის. არა. ესე არ შეიძლება. არა, მაგრამ ქეთი რახან გადაბარება მოგიწიათ მაინც იმ საგნის. ესე იგი იყო ისეთი, რომელიც გაფასებდათ როგორც ქეთი დუმბაძეს და არა ნოდარ დუმბაძის შვილს, ხო? რახან უნივერსიტეტში მოგიწიათ ერთი საგნის. რა თქმა უნდა, მაინც იყვნენ ისეთები, რომელსაც ჰქონდათ ესეთი შეგრძნება, ხო? აბა როგორ არის? აბა ეხა ის არ მინდა ეხა ჩამოვთვალო ლექტორები, რა თქმა უნდა. ბატონი ნოდარის ნიჭი საბედნიეროდ გენეტიკურად მის შთამომავლობაზეც გაგრძელდა. ჩემო ბატონო და რა ხდება აი ამ ხრივ? გურულის ისტრაფით თან. ხო, დუმბაძეები წერას აუტანია, ხო იცი, ესეთი ნაკმენიც იყო. მანენა წერს არაჩვეულებრივ მოთხრობებს. მას თავისი ნიშა აქვს, ასე ვთქვათ, სამოგზაურო ჩანახატები და რაღაცები. ხო, არაჩვეულებრივი მოთხრობები აქვს, მართლა ძალიან კარგი იუმორით. მეც, რა ვიცი, ახალგაზრდობაში უფრო წერდი. მე ამ პრესამსახურებში და ტელევიზიებში მუშაობამ, ხო იცი, პროდიუსერად მაქცია, ასე ვთქვათ, პროფესიამ და მაგრამ ვარ კარგი რედაქტორი და შემფასებელი და ვარ ჩემი შვილის რედაქტორი, ასე ვთქვათ, და გამომცემელი. ხო, ნოდარიკო, მე ვხუმრობ ხოლმე, რომ მთელი ცხოვრება ნოდარ დუმბაძის შვილი ვიყავი და ეხა ნოდარის დედა გავხდი. ნოდარის შვილი და ნოდარის დედა. შეიძლება იერო, როგორ? მეკითხებიან ხოლმე თქვენ, ადრე იყო თქვენ ნოდარ დუმბაძის შვილი ხართ? აი ხაც მეკითხებიან რა თქმა უნდა, ეხა წამოვიდა უკვე ეს თქვენ ნოდარიკო მაჭარაშვილის დედა ხართ? დიახ. ხო, რა ვიცი. კარგია ეს გენი რო ცოცხალი. ქეთი 84 წელს, როდესაც ბატონი ნოდარი გარდაიცვალა, მგონი არ მეშლება წელი, ხო? 84 კი, სწორედ მახსოვს და აი მაშინ ყველა ამბობდა, რომ აი ეხლა ჭირდებოდა, აი რანაირად, როდესაც ეხლა ჭირდებოდა საქართველოს აი მისი სიტყვები, მისი დამოკიდებულება, მისი ხედვა, მისი ჰუმანიზმი, მისი იუმორი, მისი სუნათი და წაიგი. მისი სინათლე და აი ეხლა დღეს ხო კიდევ უფრო ქეთი. აი თქვენ როგორ ფიქრობთ?
რა სიტყვა დღეს როგორ შეაფასებდა და საერთოდ აი ის ჩვენ ხო ველაპარაკეთ ამაზე რომ ის სიყვარული რაღაცნაირად დღეს იკარგება თვალსა და ხელშუა ჩვენ რაც უნდა ვიძახოთ აი ბევრი ცვლილება მოხდა მაგრამ აი თავარი ცვლილება ალბათ არის რაღაცნაირად ვკარგათ აი ამ განსაკუთრებულ სიტყვას აი ამ სინათლეს აი ამ ზეს რომელიც ალბათ რომელთან არის გაიგებული ბევრისთვის ზოგისთვის უბრალოდ ცისხლია ხო მაგრამ სინათლეს კარგავთ და აი რა სიტყვა და დღეს და საერთოდ როგორ ვფიქრობთ რანაირად შეიძლება აი ამ სიყვარულის დაბრუნება უკან აი ამ ჩაძირულის თუ მიმალულის თუ დაჩრდილულის და საერთოდ იდება პრაგმატიზმისგან დაცვა იმიტომ რომ პრაგმატიზმა იჭარბა ხო რა თქმა უნდა რობოტებად ვართ ქცეულები ტელეფონზე დამოკიდებულებები რაღაცა Facebook-ში წავიკითხე იმაში ეს არის კარგი ჩვენ ხო აღარ ვცხოვრობთ იმ ჩვენ გვაკლია ეს მაგრამ ხო არის თაობა და ისინი რომლებიც ამას ვერ გზნობენ აი ეს არის ყველაზე დიდი ხო და რო ვერ გზნობენ ხო ეს წერლების ფუნქციას თუ შეიძლება ეს სიტყვა თქვა ხო ის არის და უპირატესობა მათი არის ის რომ მათ არ ჭირდებათ ლაპარაკი ეხა რა სიტყვა თქვა იმან თავისი სათქმელი და დატოვა შენ მიდი მასთან წიგნი თუ შენამდე ვერ მოვიდა შენ მიდი მასთან და წაიკითხე და ის გეტყვის ყველაფერს იმიტომ რომ დიდი მწერლები მით უმეტეს რა მე მერიდება ეხა მომაზე ამის თქმა მაგრამ ხო იმით გამოირჩევიან რომ არ არსებობს ეპოქა რომელშიც ის აქტუალური არ არის ხო შექსპირს ხო დღესაც ისე ვკითხულობთ როგორც კი არ ვადარებ თუნდაც არ მინდა გაიგო ბუნებრივია კი კი ჩვენმა მსმენელმა არ მინდა ესე გაიგოს რომ მე შექსპირი მგონია მამაჩემი არა მაგრამ ნოდარმა თავისი სათქმელი თქვა სხვათა შორის სიკვდილის წინ თქვა რომ ეგა რომ გამიშვითო რა აღარ შემილია ნუ მაწვალებთო ექიმებს უთხრა მე ჩემი გასაკეთებელი და სათქმელი გავაკეთებ ხო და თქვა და ანდერძივით წაიკითხე რა ნოდარი კი არა გოდერძი ჩოხელი წაიკითხე რეზო ინანიშვილი წაიკითხე ოთარ ჭილაძე წაიკითხე ჭაბუა და რა ვიცი აი ვინც გინდა ჩამოვთვალოთ ეს 60-იანელები ერთმანეთზე უკეთესი მწერლები არიან დოჩანაშვილი წაიკითხე იმათ დღეს რა სიტყოდა იმას სიტყოდა რასაც ისედაც წერს რომ სიკეთე ადამიანობა რა ვიცი მიტევება და ურთიერთპატივისცემა და 1000 რაღაცა თავშეკავება ხანდახან ხო საჭიროა რომ ვიღაცას გული არ გაუხეთქო რა ბუნებრივია ნოდარ დუმბაძეზე საუბარი არც ჩვენ და არც მაყურებელს არ მოსწენდება მაგრამ დროა ულმობელი იწურება და იზოლებული ვართ რომ დაამშვიდობოთ. მაგრამ მე მეგონია, ახლა ეთრე მეგონია რომ აი როგორც მე დღეს ეხლა თქვი რომ წავალ და კიდე ერთხელ წავიკითხა, იმიტომ რომ აი ეს არ ვიცოდი ნამდვილად ეს 12 მოციქული ეს სოდვა ეს სახარება ეს ძალიან მინდა კიდე ერთხელ დავინახო, იმიტომ რომ და მე მაინც გონია, არ მგონია დარწმუნებული ვარ რომ დღევანდელი ჩვენი მაყურებლები და ბუნებრივად განსხვავებული ასაკის აი დღევანდელი ჩვენი საუბრის მე კიდე ერთხელ ჩავჯდებიან და იქნება ის სიკეთე ხო იცი რა ზოგისთვის არის მარტო იუმორი აორეც რაღაცა რა მაგრა შაყირობს არ არის იმ შაყირის უკან იმ ხელა სიცილშია ყველაზე დიდი გულწრფელობა ყველაზე დიდი მე სიცილია ვარ ხო იუმორი არის ესეც კარგია იმიტომ რომ ყველას თავის ნოდარდუმბაზე ყავს რა ხო მაგ მხრივ გადასარევია და ყველას უყვარს ის თავის ნოდარდუმბას კი ბატონო თანახმოვ დიდი მადლობა მადლობა თქვენ დიდი მადლობა სურფასო ტელემოყურებელს